საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს აწყვეტყოფილი შეფის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მისი ადვოკატი საქმის წარმოებას ჩამოსცილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად. აქ უნდა გამოვკვეთო ორი ძირითადი საკითხი. პირველი, საადვოკატო საქმიანობაში უკანონო ჩარევა და მეორე, თავად ადვოკატის მიერ კლიენტის დაცვის შეწყვეტა. პირველ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ეს განცხადებაც კი საკმარისია იმისათვის, რათა მყისიერად დაიწყოს გამოძიება საადვოკატო საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების მოძიება არ წარმოადგენს რაიმე დიდ სირთულეს და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შესაძლებელია მტკიცებულებების მოპოვება. ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მყარად დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატი უფლებამოსილია შეწყვიტოს კლიენტის წარმომადგენლობა მხოლოდ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მაღალჩინოსანი ახორციელებს ადვოკატზე ზეწოლას, არ ქმნის ეთიკურ საფუძველს კლიენტის საქმის შესაწყვეტად. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, ადვოკატი თავისი პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას დამოუკიდებელი უნდა იყოს ყოველგვარი გავლენისაგან ან სხვა ზეწოლისაგან და არ უნდა დაუშვას კომპრომისი თავისი პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სასარგებლოდ. ეს არის პროფესიის ფუნდამენტური პრინციპი და ადვოკატი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს სხვა მესამე პირების გავლენას. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მეხუთე მუხლი განამტკიცებს კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპს, რომლის თანახმადაც ადვოკატმა არც ერთი გადაწყვეტილება კლიენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ უნდა მიიღოს, რაც ნაკარნახევი იქნება მესამე პირთა ზეგავლენის შედეგად. სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე ადვოკატი იცავს თავის პროფესიულ ღირსებას და უზრუნველყოფს საზოგადოებაში მაღალი ნდობის მოპოვებას. თუ არ ხარ მამაცი, არ ხარ გაბედული, არ გაქვს უნარი, მთელი შენი ძალისხმევა გამოიყენო კლიენტის ინტერესების დასაცავად, მაშინ საერთოდ რა გესაქმება ადვოკატთა ასოციაციაში? ჭეშმარიტი ადვოკატი სიმართლისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის, როგორც ოქტაგონზე გლადიატორი. და თუ მეთანხმებით, აწი უკვე იცით, ვისაც უნდა დაუკავშირდეთ თქვენი უფლებების დასაცავად.